გინდა შენი ქალაქის ბიუჯეტს შენ მართავდე. ამ მომენტისთვის ქალაქ თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიარდ 300 მილიონია. და ამ ფულიდან რა თქმა უნდა საკმაოდ დიდი ნაწილი იხარჯება ისეთ რაღაცაზე, რაც გინდა არ გინდა აუცილებელი ხარჯია და ვერ გაექცევი, მაგრამ ასობით მილიონი იხარჯება საგანმანათლებლო, გასართობ, ინფრასტრუქტურულ ან საქველმოქმედო პროექტებზე, კულტურის სფეროში იქნება სპორტში თუ ასე შემდეგ, რომლის განკარგვის საშუალებაც ჩვენ გვინდა რომ თქვენ მოგცეთ. ანუ თქვენ ქალაქში სად რა გაკეთდება, ამაზე უნდა შემოვიდეს პროექტები, მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა განთავსდეს და თითოეულ თქვენგანს უნდა გქონდეს საშუალება ხმის მიცემის გზით პირადად გადაწყვიტოს მისი ფული მის ქალაქში რაში დაიხარჯება. როგორ მოხერხდება ეგ? ამ მომენტისთვის უკვე ჩვენ ქვეყანაში არსებობს ელექტრონული ხელმოწერის სისტემა, ანუ მსგავსი რიდერის აღება შეგიძლიათ იუსტიციის სახლში და თქვენი პირადობით შეგიძლიათ ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება, რომელსაც ახლა კანონით იგივე იურიდიული ძალა აქვს, რომ მისულიყავით და ფიზიკურად ხელი რომ მოგეწერათ. და მსგავსი მოწყობილობით თბილისელს შეიძლება საკუთარ სახლში კომპიუტერთან დაჯდეს, გაიაროს ავტორიზაცია და იმ პროექტს მიცეს ხმა, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია. შენ თვითონ განკარგე შენი ქალაქის ბიუჯეტი. კონსერვატორების საქართველოსთვის